ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს აღნიშნულმა სლოგანმა დღეს ბათუმის ბულვარში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები გააერთიანა, რომლებმაც C ჰეპატიტით დაავადებულებისადმი სოლიდარობის ნიშნად იმიტირებულ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და სიმბოლურად ხმას სიცოცხლეს მისცეს. აღნიშნული მეთოდით აქციის ორგანიზატორები სახელმწიფოს ყურადღების მიქცევას ცდილობენ და ხელისუფლებას C ჰეპატიტით დაავადებულების მკურნალობის სრული კურსის დაფინანსებას თხოვენ, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მედიკამენტების გაიაფების მიუხედავად $4,600 ღირებულ კურსზე ხელი უმეტესობას არ მიუწვდება. მესამე სექტორის ინფორმაციით 10,000 ბენეფიციარზე გათვლილი საშეღავათო პროგრამით ამ დრომდე მხოლოდ 500-მა მოქალაქემ ისარგებლა. ოფიციალური ინფორმაციით ამ დროისათვის ქვეყანაში სულ C ჰეპატიტით დაავადებული 200,000 მოქალაქეა რეგისტრირებული. დღევანდელი ჩვენი მესიჯი და 2014 წლის 28 ივლისის კამპანია ტრიალებს ესეთ სლოგანით ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს. ანუ C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენს პაციენტებს სიცოცხლის არჩევანის ზღვარზე არიან. შესაბამისად, ვთხოვთ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ გამოგვიწოდოს დახმარების ხელი და რაღაცნაირად ამ პირობებში, როდესაც ვიცით უკვე რომ პრეპარატებზე ფასდაკლება რეალურია და ხელმისაწვდომია, დაეხმაროს ამ ხალხს და გაუწიოს დაფინანსება. თანხა არის ძალიან დიდი. იმიტომ რომ 500 ადამიანი ღებულობს ამ პროგრამაში მონაწილეობას, მკურნალობა მიიღო 500 ადამიანმა თავისი სურვილით. გამონახა სახსრები და შესაძლებლობა გამონახა იმის, რომ თავი გადაერჩინა. კიდევ ერთხელ მიმართავთ სახელმწიფოს. ფასი C ჰეპატიტის მკურნალობაზე არის მაღალი. იქნებ არა აუცილებელია, რომ ფასი შემცირდეს მინიმუმამდე.